მართლმადიდებელი ეკლესია 9 ნოემბერს წმინდა მოწამეებს, კაპეტოლინესა და მის მხევალ ეროდიტეს მოიხსენიებს. წმინდანები იმპერატორ დიოკლეტიანესა და კაპადოკიის მმართველ ზელიკინტის მეფობის დროს ცხოვრობდნენ. წმინდა კაპეტოლინე მდიდარი და წარჩინებული გვარიდან იყო. მან მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა და მონები გაათავისუფლა. როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების მადიდებელი, ის დაიჭირეს და ციხეში გამოკეტეს. მას შემდეგ, რაც ღვთისმრჩეულმა უარი განაცხადა სარწმუნოების დათმობაზე, ის აწამეს და ხმლით აკუწეს. წმინდა კაპეტოლინეს მისი მხევალი ეროდიტე გამოესარჩლა, რისთვისაც ისიც მწარედ დასაჯეს და ხმლით აკუწეს. ეროვნულმა სადღეო სააგენტომ მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის წიწოვან კორომებში ბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული ფერომონიანი მწერსაჭერების მონიტორინგი დაასრულა. კორომებში განთავსებული იყო 2425 ცალი ხაფანგი, საიდანაც დაჭერილი და განადგურებულ იქნა 3 მილიონამდე მავნებელი. ამჟამად მიმდინარეობს მთელი წლის მანძილზე ხაფანგებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება, ანალიზი, შემდგომში საერთო ანგარიშის წარსადგენად. ჩვენი ენტომოლოგების მეშვეობით ხდება მუდმივი დაკვირვება ტყეზე. გვაქვს გამოყენებული სხვადასხვა ღონისძიებები ამ ტყის მოვლა-აღდგენისთვის. დღეს სრულდება ამ ტყის მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნა დაიდება, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება მომავალი წლის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები. ეროვნულ სადღეო სააგენტომ დაასრულა 2016 წლის ბეჭდავი ქერქიჭამის წინააღმდეგ ფერომონიანი მწერსაჭერების ღონისძიება. საბოლოოდ დავიჭირეთ 3 მილიონამდე მავნებელი, რაც აშკარად უკეთესობას გვაჩვენებს წინასწლების მონიტორინგებთან შედარებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ტურინის პროცესის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით აღნიშნული ინიციატივა აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრესს პროფესიული განათლების რეფორმირების კუთხით და შემდგომი პოლიტიკის მხარდაჭერისთვის რეკომენდაციებს აყალიბებს. შესაბამისად, კონფერენციის ფარგლებში ქართულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა ამ მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე ისაუბროს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წელს მასპინძლობს 50-მდე ქვეყანას და კონფერენციის მიზანი არის პროფესიული განათლების რეფორმის კუთხით წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რადგანაც გვაძლევს საშუალებას ვისწავლოთ ერთმანეთისაგან და გავუზიაროთ ინფორმაცია არსებული პლატფორმების შესახებ. დღეს ჩვენს ქართულ პარტნიორებს ხვდებით, რათა 2014 წლიდან დღემდე საქართველოს მიერ პროფესიული სწავლების კუთხით განხორციელებული პროგრესი განვიხილოთ, რაც დაგვეხმარება არსებული სიტუაციის გაანალიზებაში, პროგრესის შეფასებასა და რეფორმების შედეგების მონიტორინგში. ეროვნულმა მუზეუმმა იელის უნივერსიტეტის პროფესორის ფირუზ ქაზემზადის წიგნის ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921 ქართული თარგმანის წარდგინებას უმასპინძლა. გამოცემა პირველად 1951 წელს გამოვიდა და იყო პირველი მცდელობა დასავლეთის აკადემიურ წრეებში ისტორიის იმ პერიოდის აღწერისა, რომელსაც 1917-21 წლები აერთიანებს. გამოცემაში საარქივო მასალებზე დაყრდნობით გადმოცემულია 1917 წელს რუსეთში განვითარებული მოვლენების გამოძახილი კავკასიაში. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნების გავლენა რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო თემაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპირობები. ასევე გაანალიზებულია აზერბაიჯანსა და სომხეთში დატრიალებული მოვლენები და ბოლშევიკების არმიის შესვლა. გამოცემის წარდგინება ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა. საღამოს კავკასიის საკითხები დაინტერესებული სპეციალისტები, ისტორიკოსები და სხვა მუზეური სტუმრები ესწრებოდნენ. ეს არის პირველი თარგმანი ამ წიგნის. წიგნი ამერიკაში გამოვიდა 1951 წელს უბრალოდ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო არ იყო ხელმისაწვდომი ქართველი მკითხველისთვის. საბჭოთა დროს მოგეხსენებათ, სიმართლე ამ პერიოდზე არ იყო ძალიან მისასალმებელი და ეხლა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად საჭიროა ქართულად ქართველი მკითხველისთვის ეს წიგნი იყოს. ამ გამოცემის თარგმნას ქართულ ენაზე ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა გვაქვს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ის არის, უნდა გითხრათ, რომ რაც შეეხება თარგმანებს უცხო ავტორების, რომლებიც ეხებიან საქართველოსა და კავკასიის მთლიანად დამოუკიდებლობის პერიოდს 18-21 წლებში, ფაქტობრივად არაფერი არ არის ნათარგმნი. ესე იგი და ეგ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოური ავტორი წიგნი ითარგმნა ქართულ ენაზე. და მეორე, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომი 1951 წელს გამოვიდა ინგლისურად, ავტორმა შეისწავლა
საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის პრობლემა კომპლექსურად. ანუ შეისწავლა წყაროები, რომლებიც შეეხებიან ყველა ამიერკავკასიის 3 რესპუბლიკას და ამ კომპლექსურობის შესწავლის საფუძველზე მოხდა ჩვენ ისეთი დასკვნები, რომლებიც ჩემი აზრით საკმაოდ აქტუალურია დღევანდელობისთვისაც. ჩვენი განარჩენისთვის ამ სახელწოდების ღონისძიება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და მედია ჰოლდინგ კვირას ორგანიზებით შედგა. შეხვედრის მონაწილე პაციენტებმა ექიმებს გაწეული დახმარებისა და მათი პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებას სხვადასხვა კლინიკის დირექტორები, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ექიმები და მათ მიერ გადარჩენილი პაციენტები ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის ღონისძიებები ჩვენი თანამშრომლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ მთელი ქალაქის მასშტაბით გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე და თავდაუზოგავად აკეთებენ ამ ყველაფერს. იყო ემოციურად ძალიან დატვირთული საღამო და ეს საღამო მნიშვნელოვანია როგორც თვითონ პაციენტებისთვის, რომლებსაც მიეცათ საშუალება რომ მადლობა გადაეხადო და შეხვედროთ და დაეწყოთ ის ექიმები, რომლებსაც მათ სიცოცხლე შეუნარჩუნეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექიმების мотиваციის ამაღლების. საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია ორი უმსხვილესი ღონისძიების, ენერგეტიკის, ელექტროტექნიკისა და ტელეკომუნიკაციების მესამე საერთაშორისო გამოფენისა და გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების, წყალმომარაგების, სანტექნიკისა და განახლებადი ენერგიის მესამე საერთაშორისო გამოფენის მასპინძელია. ღონისძიება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელუშულმა გახსნა. საქართველოში ჩამოსული უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ენერგოეფექტურობის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძო ბიზნესი უკვე ხედავს იმ განვითარებას და იმ წინსვლას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში და ისინი მზად არიან გამოფინონ თავისი პროდუქცია და ეს არის ერთ-ერთი ბარომეტრი და ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ კერძო ბიზნესი, რომელსაც ყველა ექსპერტზე კარგად იცის თუ როგორ ვითარდება ქვეყანაში, როგორ განვითარდება ეკონომიკა, მიაჩნია, რომ ჩვენი ეკონომიკა ვითარდება წარმატებულად. აქ გამოფენილ პროდუქციას რაც შეეხება, ის აქ არის ენერგოეფექტური პროდუქცია გამოფენილი და რიცხველები გამოფენილი, რომლებიც ასევე ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ერთ-ერთი კომპონენტი ერთის მხრივ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის, იმიტომ რომ რაც არ უნდა განავითაროთ ჩვენი გენერაცია, მაინც აუცილებელია ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება ყველა დონეზე, იმისთვის რომ ჩვენი მოთხოვნა დავეკმაყოფილოთ. მეორეს მხრივ ეს არის კონკრეტულად აბონენტებისთვის, ანუ ჩვენი მოსახლეობისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა. გამოფენაში 40-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ქართულ კომპანიებთან ერთად საკუთარი წარმოება და მთვალიერებელს 10-მდე ქვეყნის კომპანიების წარმომადგენლებმა გააცნეს. მათ შორის თურქეთის, ესპანეთის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, ინდოეთის, ირანის, ჩეხეთისა და პორტუგალიის. გამოფენის მიზანია საქართველოში დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები და გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება. ჩვენი შესრულებული პროექტი არის ერთ-ერთი ბოლო ციფრული ტელევიზიის პროექტი, რომლის ასე ვთქვათ შემადგენელი ელემენტებიც აქ არის წარმოდგენილი. აქ არის როგორც კავშირგაბმულობის სისტემები, ასევე ენერგეტიკის სისტემები, რახან მიუსადაგეთ ასე ვთქვათ თემატიკას. ეს არის მზის განახლებადი ენერგიის სისტემა. ხშირ შემთხვევაში იყო ხოლმე, რომ აქ ჩვენი პროდუქტიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემა იქნებოდა, რადგან ჩვენი თბოეფექტური ღუმელები და ის არის, ეს ძირითადად უნდა მოქმედებაში უნდა ჩანდეს რა. ამიტომ იყო ხოლმე აქ საგამოფენო ცენტრს არ ქონდა ხოლმე საკომუნიკაციო რაღაცა, ამიტომ არ ვეყავთ. წელს ახლა ეს არის გაკეთებული უკვე, ეს არის თბოეფექტური ღუმელები, რომელიც მუშაობს შეშაზე, გაზზე, ბიოეთანოლზე. ჩვენ კომპანია ინოვიტას წარმოვადგენთ და მთვალიერებელს გათბობის სხვადასხვა სისტემასა და საშუალებებს ვაცნობთ. გამოფენაში მეორე წელია ვმონაწილეობთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენს სტენდთან მოსული ადამიანების დიდ ინტერესს ვხედავთ. ელკომ კავკასუს 2016-ისა და აკვათერმ თბილისი 2016-ის გამოფენები ექსპო ჯორჯიას სივრცეში 11 ნოემბრის ჩათვლით დარჩება.
3 შვილი, 5 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი. ეს თინა თინშელია მაზმანიშვილის დიდი ოჯახია. ამ ოჯახის ყველაზე ხანდაზმული წევრი კი თავად ეს ქალბატონია, რომლის ცხოვრებაც უკვე 1 საუკუნეს ითვლის. 100 წლის იუბილე მაზმანიშვილების ოჯახში პირველად აღინიშნა. ყველაზე ემოციური ეს თარიღი ქალბატონ თინათინის შვილებისთვის აღმოჩნდა. 100 წლის დედა მყავს. ძალიან მიამაყება ეს. მიამაყება იმიტომ რომ მან გაატარა ძალიან ლამაზი ცხოვრება. ყოველთვის სიკეთით სავსე ოჯახის მიმართ, შვილების მიმართ, საკმაოდ ახალგაზრდა შედარებით როცა დაქვრივდა, მაგრამ ჩვენ სამივე ძალიან თუ რამე შეეძლო მისი ენერგია, ცოდნა, სიყვარული ყველაფერი ჩვენში ჩააქცევა. მე მინდა ამისი სიცოცხლე კიდე დიდხანს და ხარობდეთ რომ ესაა. წლოვანების მიუხედავად ქალბატონი თინათინი მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს თავს. მეტიც, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ის კვლავ აქტიურადაა ჩართული საოჯახო საქმეებში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც ყოველდღიურად ადევნებს თვალს. ნამდვილად ფენომენალური მეხსიერება აქვს მის ასაკის გათვალისწინებითაც კი, მაგრამ ისედაც, საერთოდ ისედაც რომ შევხედოთ, ახსოვს აბსოლუტურად ყველას დაბადების დღეები, გვახსენებს ამას. არანაირი Facebook-ი, არანაირი reminder-ი ტელეფონში არ გჭირდება და ყველაფერი ახსოვს. ადევნებს თვალს ყველა გაზეთს, პრესას, ტელევიზიაში ყველა ახალ ამბავს ჩართულია აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პროცესში. ხო, როგორც ესე იგი, ოჯახში, სანაცვლოში მიმდინარე. არ არის ხე ისეთი, რომ აი მოხუცებულები, გარიყულები რო არიან ხოლმე თქვა, ან ოჯახის ამბებიდან, ან ქვეყანაში მიმდინარე ამბებიდან. პირიქით ესე იგი, ან არ აინტერესებს ხე სერიალები და რაღაც, უფრო აინტერესებს აი ეს აქტიური. რა კი, მთელი ცხოვრება იყო აქტიური. აი ხლაც ასეთია, ეს აქტიურად მიმდინარე რეალური მოვლენები აინტერესებს, როგორც ოჯახში, ისე ქვეყანაში. თავად ოჯახის ყველაზე უხუცესი წევრი კი თითოეული მათგანი თამაყობს და თვლის, რომ ის ამაგი, რომელიც მეუღლესთან ერთად შვილების აღზრდაში ჩადო, გაუმართლდა. მესამე ბიჭი შეგვეძინა, ბიჭი შეძენა რაღაც სხვანაირად რეაგირებენ ოჯახში. ეს იყო რაღაც საოცარი. ბიჭმა ესე იგი დაამთავრა ბათუმში საშუალო სკოლა. ესეც ოქროს მედალოსანია. რუსიკოს ოქროს მედალოსანი და ბიჭიც და სიძეც იყო ოქროს მედალოსანი. ძალის გამო გავიჩნდა ოქროს მედალოსანი. დიდი ოჯახი ჰქონდა ძალიან სტუმრიანი ბათუმში. ყველა იკრიბებოდა ჩვენთან და თბილი და კარგი ოჯახი ჰქონდათ შექმნილი მამაჩემსა და დედაჩემს. ასევე მამაჩემი პატიოსნესი პიროვნება უწესრესი ადამიანი. ძალიან მოსიყვარულე ადამიანის და ზოგადად ყველასი და ყველაფრის ესეთი კაცი იყო. არანაირ სიმკაცრეს ჩვენ არ გვგზნობდით გარდა მოფერებისა და სითბოსი. არ ჩაგვივლიდნენ რომ არ მოხერებოდნენ რომ არ გვიან. ასეა ჩემი შვილებიც ხარ. ჩაულიან ბებიას, ჩაიხუტებენ, აკოცებენ. ესეთი ოჯახი ჰქონდა ძალიან თბილი. მაგრამ სიმკაცრე იყო იმ მხრივ რომ ყველაფერი წესიერების ნორმაში უნდა ყოფილიყო, პატიოსნების ნორმაში, სწავლის და სიყვარულის ერთმანეთს. და ეს შესისხორცებული ჰქონდა. ამაზე ჩვენ არ გვჭირდებოდა რაღაც სპეციალური ისა დაძაბულობა და მონდომება. ეს ბუნებრივად იყო ასე. დედა იყო ყოველთვის საუკეთესო, მართალია მუშაობდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ყურადღებას გვაქცევდა. საკმაოდ კაცრი, მაგრამ ძალიან სამართლიანი. ძალიან სამართლიანი. აი ეს მინდა ძალიან მიყვარს. მართალია მეც უკვე ასაკში ვარ, მაგრამ როცა დედა მყავს, მაინც ახალგაზრდას ვიზნურ თავს. მისი ახალგაზრდობის წლები ბათუმს უკავშირდება. ის მამიდის, ფედოსი შელიას ოჯახში გაიზარდა. დავამთავრე 7 წლიანი პედაგოგიური ინსტიტუტი რო არის ახლა შენობა ბათუმში. ბათუმში ცხოვრობდი მამიდამ გამზარდა, იმიტომ მას დაეკარგა ერთი შვილი, პირველი შვილი და ბებია ჩემი განიცდიდა ძალიან ცუდად და მიეცეთ ეს იქნებოდ მეორე ბაკურაში თუ გაგიგონიათ გულუა. ის ჩემი დიშვილი არის. მე რო პირველი ვიყავი, იცით რაღაცნაირად გამა. ეს გვიანამდე მიწევდა სწავლა, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული ვიყავი მუსიკალურში. 7 წლებში მე ტექნიკუმში, სკოლაში, პარალელურად გვიან ღამემდე მიწევდა მუშაობა. დიდედა მეჯდა გვერდზე. ღამის პირველი საათი არავითარ შემთხვევაში არ დაიძინებდა და სულ მიმარაგებდა რაღაც, რაც მიყვარს, ტკბილეული თქვა, რაღაც ამ ჩურჩხელას, ან რაღაცას. აი ასეთი სახით სულ ცდილობდა რომ არ ჩამძინებოდა და რომ მიმეტანა მომიმიყვანა ბოლომდე ჩემი საქმე. პროფესიით მშენებელია. მის სახელს აჭარის რეგიონში არაერთი შენობისა და დაწესებულების მშენებლობა უკავშირდება. თავისი საქმის უდიდესი სიყვარულისა და პროფესიონალიზმის გამო სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედლითა თუ ორდენითაა დაჯილდოვებული.
მისასაკუთრებელ შენობა რომ არის იმის გვერდში ლენინის ქუჩაზე არის 9 სართულიანი პირველ დღეს შენობა. ბათუმის ობიექტები მომწეს მე ვიყავით ზედამხედველი. ამის შემდეგ სკოლა რუსთაველის ქუჩაზე აგრეთვე საცხოვრებელი ვიდა თავრობისათვის სამსართულიანი კიდევ ლენინის ქუჩაზე სკოლა კიდევ შაუმიანის ქუჩაზე რა ვიცი ქობულეთში ჩაქვში მე მიგვირდა ხოლმე რომ ბათუმში რომ მოვდიოდით ერთად ბებიასთან ერთად პატარა ბიჭი ვიყავი ნუ ყოველ მეორეს თუ არა მესამე ადამიანს ესალმებოდა დილას თქვა სამსახურში როცა მივყვებოდით ესე იგი ყველა მისი ნაცნობი იყო აი რაღაც ესეთი ეთყობა ძველ დროს მაინც კიდევ ხალხი უფრო მეტად ურთიერთობდა ერთმანეთთან და რაღაცა და ამდენად ძალიან დიდი სამეგობრო წრეც ხავდა და ყავს კიდეც ხო ნუ ხა მისი თავობის ხალხი რა თქმა უნდა ახლა ბევრი სამწუხაროდ აღარ შემორჩა მისი პროფესიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება სამაგალითო აღმოჩნდა ოჯახის სხვა წევრებისთვისაც. უფროსი შვილი მარიზა მაზმანიშვილი მუსიკალურ სფეროში ცნობილი პიანისტია. ქალიშვილმა რუსუდანმა სახელი სამედიცინო მიმართულებაში პედიატრიის განხრით გაითქვა. ვაჟი დავითი კი არქიტექტურას დაეუფლა. ბიჭი ჩემი იყო არქიტექტორი 153 არქიტექტორი ღებულობდა მონაწილეობას კონკურსში და იქ 153-ში პირველი ადგილზე გავიდა ჩემი ბიჭი. ნიჭიერთა ოჯახზე ჩვენ ოჯახში ვიზავდა აქ რო გადავედი და მე ახედან რა უკრავდა ეს პიანისტი, ზალი პიანისტი, შიხაჩილები და იყალალი და სიმღერა სიხსოცხლეში ხარული თქვენი ზერულის მართლა ლაპარაკობდა. მიგროვდა და საფხულიყო და გაღებულიყო და რა ოჯახი ეს ოჯახი სიმღერა და ცეკვის მაინც ისახოდნენ. სამედიცინო და მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობენ შვილიშვილებიც. დეტალურად იხსენებს თითოეული მათგანის მიღწეულ წარმატებასა და მათ პროფესიაში საზღვარგარეთ მოპოვებულ აღიარებებსაც. როგორც თავად აღნიშნავს, ერთ-ერთი შვილთაშვილი მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა და ეროვნულ ორკესტრთან ერთად ნიკოლოზის მიერ შესრულებული ნომრები მას ძალიან ეამაყება. ყურადღების გარეშე დამირეკავს როგორ ახარ ბებიკო როგორ ეს აგერ დამტრიალებს მას შეგვიძლია შემიცა ხალხისგან ისეთ რაღაცებს სასაცილო რაღაცა რომ გამომხიაროს მისი ასაკის მიუხედავად არის სული ძალიან ახალგაზრდა ადამიანი. შეუძლია ჩემს კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობის ადამიანებთან ესე იგი ურჩიოს რაღაცა კაი. საუბარი და იყოს ძალიან საინტერესო მეგობარი მათთვის რა. აი ხა მე ნამდვილად თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი უახლოესი მეგობარია ჩემი ბებია. მუსიყვარულე დედა, თბილი ბებია და ყურადღებიანი დიდი ბებია. ასე ახასიათებენ ოჯახის წევრები 100 წლის ქალბატონს, რომელიც დღემდე თითოეული მათგანისთვის სამაგალითო ადამიანი და საყვარელი მეგობარია. 10 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016 გაიმართება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფესტივალს ადგილობრივი არტისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფების გარდა ძველი მუსიკის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრებიან. ფესტივალის ფარგლებში სულ 8 კონცერტი გაიმართება. პროგრამა ლექციებსა და მასტერკლასებსაც აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეგიონში მხოლოდ თბილისში ტარდება ასეთი ფესტივალი, რაც გარდა ასე ვთქვათ მუსიკალური და ესთეტიკური დატვირთვისა ძალიან საინტერესო არის მეცნიერულად, ისტორიულად, იმიტომ რომ სრულდება ძველი მუსიკა, სრულდება იმ ეპოქის ინსტრუმენტებით, რაც ბუნებრივია დამატებით ინტერესი წვევს მსმენელში. ქართული მუსიკოსების გარდა ფესტივალში მონაწილეობს 11 სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნებიან ვარსკვლავები სხვადასხვა ქვეყნიდან, ამერიკიდან, ევროპიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან მოკლედ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სასიამოვნო საღამოები ელოდებათ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს. სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით პროექტი ჩაერთე რაგბიში იწყება. კონკურსის ფარგლებში ასევე მოეწყობა ნატახტარის ლიმონათის თასის გათამაშება. პროექტის პრეზენტაცია მშევარდენის რაგბის აკადემიის სტადიონზე გაიმართა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. როგორც ცნობილია, პროექტში უკვე ჩართულია 150 სკოლა და სპეციალური გადამზადება გაიარა 86-მა პედაგოგმა. მომავალ წელს კი ორგანიზატორების განმარტებით, როგორც სასწავლო დაწესებულებების ასევე პედაგოგთა რიცხვიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ინტერესი ყოველდღურად იზრდება, როგორც ახალგაზრდების, ისე მშობლების არის ძალიან დიდი სურვილი იმისა, რომ თავიანთ
შულები დაკავდნენ რაგბით. ეს პროექტი ნამდვილად მისდევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენ ახალგაზრდებს. თავიანთი ნიჭი ფაქტობრივად ჩვენ ეროვნულ სახეობაში რაგბში წარმოაჩინონ. ეს რა თქმა უნდა მათ საშუალებას მისცემს ეს ხრივ წარმატებული მორაგბეები და სპორტსმენები ჯანსაღი ცხოვრების წესს დაამკვიდრებს და რაგბი კიდევ უფრო პოპულარული გახდება. ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბის თვალსაზრისით პროექტს. ეს არის ქართული რაგბის პატარა ბავშვების ჩვენი მომავალი თაობის მხარდასაჭერად. პროექტი ითვალისწინებს თითქმის ყველა სკოლის ჩართულობას, 3500 ბავშვამდე მიიღებს მონაწილეობას. მომავალი წლიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ ნატახტარის ლიმონათის თასის გათამაშებას და შემდგომ ამისა ეს იქნება პირველი ეტაპი, მეორე ეტაპზე პრაქტიკულად მთელი საქართველო ჩაერთვება.